წელს ოქტომბრის მდგომარეობით წლიური ინფლაცია გადაწყდა მიზნობრივ მაჩვენებელს, შეადგენს 5.2%. მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის ზრდას ძირითადად სურსათის ინფლაცია განაპირობებს, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი საბაზო ეფექტის და გარე ფაქტორებით აიხსნება. ჩვენ ოქტომბრის თვეში განვაახლეთ მაკროეკონომიკური პროგნოზები. წელს წლიური საშუალო ინფლაციის დონე ჩვენი ცენტრალური სცენარის მიხედვით 4% იქნება. თუმცა საშუალოვადიან პერიოდში მკაცრი მონეტარული პოლიტიკის და ჩვენ ვთვლით, რომ დღეს ჩვენ შედარებით მკაცრი დონე გვაქვს მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებული, ასევე ერთობლივი მოთხოვნის ნორმალიზაციის და სურსათის ფასებიდან მომდინარე ინფლაციური ეფექტების მილევის პირობებში ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება. ანუ ველოდებით, რომ პიკი გადაივლის წლის ბოლომდე და დაიწყება ნორმალიზაცია და კვლავაც მომავალ წელს, ანუ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია დაუბრუნდება მის მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს, მის ირგვლივ დასტაბილურდება.